ბათუმის და ქუთაისის სკოლების წარმომადგენლები. ბათუმელებს ერთი ჩემპიონი ყავთ უკვე. ქუთაისელებს ორი კაცებში ეყოლებათ ფინალისტი, ქუთაისელებს თითო ფინალისტი ყავს ერთი ქალებში, ერთი კაცებში. Orena Surmanidze, Salome Shashiashvili, რეფერი დავით ჩიკარაშვილი. ბოლო ქალების ფინალი ამის შემდეგ დაიმართება უკვე ამ 5 კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონებისა და პრიზიორების დაჯილდოება და შემდეგ დაგვრჩება 10 ბრძოლა კაცებში. 10 ფინალი. შეხვდა ფინალში, ეს არის ლორენა სურმანიძე და სალომე შაშიაშვილი. წითელ კუთხეში სურმანიძე, რომელსაც სეკუნდანტობას უწევენ ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, კეთილინების თამაშების ჩემპიონი, ჩვენი სახელოვანი მოკრივე რამას ფალიანი და აჭარისყრივის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა აბაშიძე, რომლებიც ამავე აკადემიაში მწვრთნელად არიან დასაქმებულები და ბევრი წარმატებული მოკრივე გვაჩუქეს ამ 3 წლის მანძილზე, როცა ეს აკადემია შეიქმნა. ლურჯ კუთხეში სალომე შაშიაშვილია, მას სეკუნდანტობას უწევს წარსულში ცნობილი მოკრივე ალქანდრე კაშია და ქათამაძე. ჩვენ ორივე სკოლა ვიცით, როგორი ძლიერი სკოლა ქუთათურებისა. ბევრი სახელოვანი მოკრივე გაიზარდა, ბევრი სახელოვანი მწვრთნელი იყო ამ ქალაქში. ნათელი მათსულებს, ტრენგის, უჯაბიძის, გოგული ჯავახაძის, ლოგენი თორთლაძის სახელით გურამ ლორთქიფანიძე ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის დირექტორი ბრძანდებოდა, შემდეგ მენეჯერი, დღეს აღარ არის, მაგრამ დღეს მოვიდა ისწავლა მათი აღზრდილი მოკრივეები, რომლებიც ღირსეულად ატარებენ აი მათ თანატოვარ საქმეს. ორივე საქმე შემდეგ იანი დათმობი. უფრო მაღალი არის შაშიაშვილი და ის ხარია შაშავის შრომის დისტანციიდან იბრძოლებს, ასეც არის. შეტევს ძირითადად იწყებს ხოლმე სურმანიძე და მას ძირითადად კონცერტებზე მუშაობს შაშიაშვილი.
გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ საქონია, საცალო ბოლო წუთი დაიწყება, ახლა მალე ერთეული მესამე რაუნდი, სწორედ წინახელი ძალიან კარგად მუშაობს შაშიაშვილი, ახლა ორი გაწმა მიაყენა. ორივე მემარჯვენე გახლავთ. საკმაოდ ისეთი ინტენსიური ბრძოლაა, არც თუ ისე ცოტა შედეგიანი გატყვია. გონგი გაიყო შაშიაშვილი 4 გებს. კი ბატონო, ესეთი იგებს ის შორი დისტანციიდან კარგად მუშაობდა ძირითადად მარცხენა ხელით, თუმცა ბრძოლა გრძელდება. მეორე რაუნდი. ყოფილა შედეგიანი დარტყმა. წითელმა ორენა სულმანიც. რამსიმაღლეა. სალომე შაშიაშვილი დიდი უპირატესობა გამოიყენა კიდე რაუნდში. აღარ მოწოლში მარცხენა ხუთი მოვარდა სულმანიძემ. აქტიურობდა სულმანიძე. პირველი რაუნდი გამწავდა 1-4. გურგია ჩვენა ახლა მეტოხის სულმანიძემ შემჩნევა მიიღო მსაჯისგან. გადავიდა შეეტევაზე სულმანიძე, მაგრამ კარგად დაუხდა მას შაშიაშვილი. შეეტევაც მოიგერია ქუთაისელმა. მანძილზე უნდა დავუდგეს შაშიაშვილი და მაღალი გოგონა. მეტი წინახელი მეტი გაცალისებელია მოკრივესათვის. კარგი მომავალი აქვს, შემიძლია თქვა. თანდათან დაიხეცება და კარგ შედეგებს მოიყვეს მომავალში. კამართან შეუტია სულმანიძემ. ბოლო 10 წამი მარცხენა ხუთი შედეგიანი იყო სულმანიძის, თუმცა მისი ზოგადი სურათი ისეთი იყო, იგივე უცვლელი დისტანციიდან ძირითადად იბრძოდა შაშიაშვილი, კარგი მეორე რაუნდი ჰქონდა, თუმცა როგორ განაწილება ხმები აეხა. ამას აეხლავე ვნახავდა. 4-1 ჰქონდა ქუთაისის პირველი რაუნდი მოგებული, მეორე მოიგო სულმანიძემ 3-2, როგორი განაწილება გვაქვს 2-1 იგებს შაშიაშვილი, ორი მსაჯი პირველი და მეორე გადაწყვეტს ამ თამაში. ამ ბრძოლის ბეჭდ პირველი მსაჯი გახლავთ. მთავარი ედუარდ მარდანოვი და მეორე პრინცელი ელშან საიტო. 2-1 იგებს
სალომე შაშიაშვილი და ჭირდება კიდევ ერთი მსაჯის ხმა, ორი მსაჯის ხმა ჭირდება მესამე რაუნდში ლორენა სურმანიძეს, პირველი და მეორე. ახაც საკმაოდ კვალიფიციური ბრძოლა ვნახეთ და კარგია რომ მესამე რაუნდის ბოლომდე არაფერი გარკვეული არ იქნება. ეს არის ბოლო ფინალი ქალების ჯებჯებობით, ორი ოქროს მედალი აქვს თბილის, თვითონ ბათუმსა და გორს. აქტიურად დაიწყეს ორივე მომგრივე მესამე რაუნდი. და ამ ბრძოლით გთავდება ქალთა ფინალური შეხვედრები. ალბათ შემდეგ მოხდება დაჯილდოება და უკვე დავიწყებთ. გაფრთხილება ხო არა, ვაგონო მგონი არა. შენიშვნა მისცა. მოაწყა ხა მიწდა მუცელში შაშიაშვილი არა, სურმანიძე. ხო, მართლა ცოტა უფრო აქტიური უნდა იყოს შაშიაშვილი, თორე გაუქმება ის პირველ რაუნდში მოპოვებული უპირატესობა. ეხლა გარკვეულ უპასუხა წინა ხელით შეაჩერა მეტოქი შაშიაშვილმა. აქტიურობს სურმანიძე, აქტიურობს, მაგრამ კარგად იცავს თავს შაშიაშვილი. ნახეთ. მოაწყა ეხლა მარცხენა ჯები შეუსრულთაისელმა. ეს სამძოლია დაახლოებით წუთი ცოტა მეტი. მოაწყეს ცოტა და კარგი კონცენტრაცია სურმანიძემ და მიიღო ორი გაწმა, თუმცა შემდეგ თვითონ გაწმა გაცვალეს, შემდეგ სურმანიძემ შეუტია ისე უფრო აქტიური. მაგრამ დაიწყება მესამე რაუნდი, მაგრამ ასუხობს შაშიაშვილი, ისეთ ყველაზე კარგი რაუნდია აშკარად. არც პირველი ორი იყო დასაწუნი და გამარჯვებული სულდაობა ჯერ არ არის ცნობილი. დაცვლა ხდება დარტყმებისა. აბა, ნახოთ. ახაც გაიცვალა. დავით გადავარდა წითელი კუთხე. და ბევრიც აღარ გავრჩა ბოლო კითხვები მიმდინარეობს, ასაა. ბოლო 10 სამსაუბრიდან ჯერ გადაწყვეტილი მე მგონი არაფერი არა. რა კარგა ირჯება შაშიაშვილი ნახეთ მესამე რაუნდში. ნახოთ აბა. აი უყურეთ აპერკოტი მასწრიდან კი ბატონო დაბოლოება შეტევაში იყო სურმანიძე, მაგრამ კარგად პასუხობდა მას შაშიაშვილი. ოჩახ ორივეს მიულოცოთ ძალიან კარგი ბრძოლა. მალე გვეცოდინებდა ამ ბრძოლის გამარჯვებული ლორენა სურმანიძე თუ სალომე შაშიაშვილი. პირველი და მეორე მსაჯი გადაწყვეტენ, სამ მსაჯთან გარკვეულია უკვე. ახლა თითო არ იქნება, ორთან იგებდა შაშიაშვილი, ერთთან სურმანიძე. და გვეყოლება ლინდა ჯაიან ბრინჯაოს პრიზიორი ამ წონით კატეგორიაში. საინტერესოა რა ანგარიში მოვა. ხმები გაიყო. წითელი კუთხე მესამე რაუნდმა გადაწყვიტა. სამით ორი მოიგო, მაგრამ ის პირველმა და მეორე მსაჯმა მისცეს მოგება სურმანიძეს. ბათუმის რივის აკადემიას და მათ მსმელებს რამას ფალიას, ხოჩა აბაშიძეს და მათ
ხო, აქ უკვე ცხადია, რომ პირველმა ხო 4-1 მოიგო მესამე რაუნდი სურმანიძემ და რომ აქ მესამე, მეოთხე, მეხუთე მსახს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში ქვეყნის ჩემპიონი გახდა ბათუმელი ლორენა სურმანიძე, მეორე ოქროს медаლი მოიპოვეს ბათუმელებმა ქუთაისი. ერთი ვერცხლი, ეხლა მოგახსენებთ ამ ჯამურ სტატისტიკას. მოკლედ, ქალები დასრულდა თბილისს აქ 2 ოქროს медаლი და 1 ვერცხლი, ბათუმს 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.